ვენერა მშვილდოსანი არის სხვათა შორის ძალიან ბევრი ჟურნალისტის რუკავ ნახე, რომელიც მოგზაურობებზე მუშაობენ, ან უცხოელებთან მუშაობენ, უცხოურ ფირმებში მაგალითად ან სხვა პროექტებში არიან ჩართულები, ვენერა მშვილდოსანი. ძალიან უხდება ამ ადამიანს, ბევრი ენა თუ იცის, მოგზაურობს, დადის სხვადასხვა ქვეყნებში, არის მხიარული, არის ოპტიმისტი, ძალიან გავს ვენერა იუპიტერის ასპექტს, ხო, გარკვეულწილად, რომ მე ემოციურად ძალიან გახსნილი ვარ სამყაროსთან, მოგზაურობისთვის, გარემოსთვის ძალიან გახსნილი ვარ მაგალითად, ხო, ახლის სწავლის გაფართოებისთვის ვარ მზად. და იუპიტერთან ცოტა წონის მატება მოდის, იმიტომ რომ მე გარეთ ვერ ფართოვდები, შიგნით ფართოვდები, ხო? და ეს ძალიან ხშირი არის ხოლმე ეს პრობლემა, და ამიტომ მთავარი არის, რომ ის სურვილები, რაც შიგნით აქ ადამიანმა უნდა დაიწყოს, ამის გარეთ გამოხატვა, ხო? ძალიან პოზიტიური არის ვენერა მშვილდოსანი, მაგალითად, გრძნობებში, როდესაც უცხოელებთან აქვს ურთიერთობა, ძალიან ტკბება, აი შეიძლება შეუყვარდეს უფრო უცხოელები, ან უცხო კულტურის ადამიანები, ან მოგზაურები, ან სიცოცხლით სავსე ენერგიული ტიპები. ძალიან გახსნილი არის სამყაროსთვის, ძალიან გახსნილი არის ემოციურად და სხვათა შორის ძალიან ხშირად უმართლებთ, ახლა ძალიან ბევრი ვენერა მშვილდოსანი ვიცი, აი უცხოეთი მოიარეს, მაგალითად ვიღაცებმა დაპატიჟეს, რომ აი ყოველთვის ჩდება ისეთი სიტუაცია, რომ ან უცხოეთში გაფრინდეს და დაისვენოს კარგად, მაგალითად, ან იმოგზაუროს ბევრი, ხო? აი შეიძლება არც კი კონდეს ამის შემოსავალი, აი სხვებისგან მოსდიოდეს, მე-9 სახლშიც იგივე არის ვენერა, ხო? ან ძალიან უხდება ადამიანს, როცა ან აუდიტორიის წინაშე დგას, ან რაღაცა ისეთ აი მოგზაურობები უფრო არის ხოლმე, მაგალითად ტურისტულში არიან ხოლმე ესეთ ხალხი, ანუ ვენერა არის ის შარმი, რა სფეროშიც რო შევდივართ, ის შარმი აქტიურდება. აი ესეთი რამ არის, ხო? და მშვილდოსანი ეს დიდი გაფართოება, დიდი ოპტიმიზმი არის, სწავლა ან უნივერსიტეტები ან რაღაცები ძალიან უხდებათ, ძალიან უყვართ და შინაგანად ეს ადამიანი აი რაც უფრო ისეთი პერსპექტივები აქვს ან მოგზაურობის ან რაღაც ისეთი გარემო არის, სადაც ბევრი ახალი რაღაც უნდა ისწავლოს, უნდა განვითარდეს, იქ უფრო ტკბება ეს ვენერა, იქ უფრო ემოციურად აი გრძნობებში ძალიან თავდაჯერებული და ძალიან ბედნიერი ხდება, მას იღბლიანი გარემო ჭირდება ვენერა მშვილდოსანს. ის იშლება, როცა გარემო არის ძალიან პოზიტიური, ოპტიმისტური, იღბლიანი, ვენერა პოზიტივი ოპტიმიზმი ჭირდება, მას არ აინტერესებს ახლა ვიღაცა თავისი დრამებით, ხო? აი ამასაც მიაქციეთ ყურადღება.